მშვიდობის ძვირფასო ტელემაყურებლებო, მოგესალმებით ყველას. მოგესალმებით და გილოცავთ დღევანდელ დღეს. ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი გახდა. გილოცავთ ამ ძალიან სასიხარულო და უმნიშვნელოვანეს ფაქტს, რომელსაც მთელი საქართველო ელოდა. ჩვენმა ქვეყანამ ნამდვილად დამსახურებულად მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ნამდვილად დამსახურებულს, რადგან ამაში ძალიან დიდი შრომა და ძალისხმევა ჩაიდო, რადგან ეს დღე ყველას ერთად და სახალხოდ გვეზეიმა. გილოცავთ. საქართველო ქრისტიანული კულტურის ქვეყანაა. ევროპული ღირებულებები, თავისუფლება, თანასწორობა, სამართლიანობა, ღირსება საქართველოს თვითშეგნების განუყოფელი ნაწილია. 2012 წელს ქართულმა ხალხმა აირჩია ევროპული სტილის მმართველობა. შესაბამისად, ქვეყანამ ევროინტეგრაციის გზაზე უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადადგა და შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია. 2014 წლის 27 ივნისს საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას. ამავე წელს გაფორმდა შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ, რითაც საქართველოში წარმოებული პროდუქციისათვის ევროკავშირის ბაზარი გაიხსნა. 2017 წელს ქვეყანამ მიიღო ახალი კონსტიტუცია, რომელშიც მკაფიოდ განისაზღვრა საქართველოს საგარეო კურსი და კონსტიტუციურ ორგანოებს დაევალათ თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ყველა ზომა მიიღონ ევროკავშირში საქართველოს სრული ინტეგრაციისთვის. ამავე წლის 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის შენგენის წევრ ქვეყნებში ვიზის გარეშე მოგზაურობენ. 2022 წლის 3 მარტს საქართველომ განაცხადი წარადგინა ევროკავშირში გაწევრიანებაზე. და 2023 წლის 14 დეკემბერს საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა გახდა. ქალბატონებო და ბატონებო, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. მოგესალმებით, ჩემო საყვარელო ხალხო, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ჩემო ძმებო და დებო. პირველ რიგში მე მინდა მადლობა გადაგიხადოთ მობრძანებისთვის. გილოცავთ კანდიდატის სტატუსის მონიჭებას. დიდი პატივია ჩემთვის დღეს თქვენს წინაშე გამოსვლა სიტყვით. მე გილოცავთ ამ მართლაც ისტორიულ მოვლენას, ამ ისტორიულ გადაწყვეტილებას და გილოცავთ ამ ისტორიულ გამარჯვებას, ჩემო მეგობრებო. ეს ისტორიული გამარჯვება გეკუთვნით თქვენ, ჩვენს დაუმარცხებელ, გაუტეხელ, ამაღ და თავისუფლების მოყვარე ქართველ ხალხს. დიახ, ჩემო მეგობრებო, ჩვენ ვიბრძოლეთ, ჩვენ ბევრი ვიშრომეთ და ჩვენ ერთად გავიმარჯვეთ. ჩვენ ხელისუფლებამ და ხალხმა დამსახურებულად მოვიპოვეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ჩვენ დავიმსახურეთ ეს გამარჯვება. ჩვენ ვიშრომეთ და ჩვენ ვიბრძოლეთ ქართველი ხალხის სახელით, თქვენი სახელით, ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხისთვის და ჩვენ ერთად მოვიპოვეთ ეს გამარჯვება.
დიახ, ჩემო მეგობრებო, ჩვენ არ დავდექით სალფეხზე და არ დავდექით მუხლის შოქებზე. არამედ ჩვენ დავდექით მტკიცედ და ღირსეულად მოვიპოვეთ ეს გამარჯვება. მე მინდა გითხრათ, რომ ეს გზა რა თქმა უნდა არ იყო იოლი. ჩვენ ძალიან ბევრი განსასწრელი გავიარეთ, ძალიან ბევრი სირთულე შეგვხვდა ამ გზაზე, მაგრამ ჩვენ ღირსეულად კიდევ ვიმეორებ და მტკიცედ გავიარეთ ეს გზა და მოვედით დღევანდელობამდე. ჩვენ ერთად, ჩემო მეგობრებო, გავიმარჯვეთ, ჩვენ ერთად შეიძლება ითქვას დავამარცხეთ ჩვენი ქვეყნის შიდა თუ გარე მტრები. ის მოწინააღმდეგე ძალები, რომლებიც ებრძოდნენ ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ჩვენ ასევე თავიდან ავიცილეთ მთავარი განსასწრელი ომი და უბედურება. ჩვენ შევინარჩუნეთ მშვიდობა, დავიცავით ჩვენი ხალხი და ჩვენი ქვეყანა. გავაძლიერეთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. დეკემბერი და დღევანდელი დღე შევა საქართველოს ისტორიაში როგორც ამაყი და ღირსეული ქართველი ერის დამსახურებული გამარჯვების ზეიმის დღე. დღეიდან საქართველო ევროპული ქვეყანა გახდა. კიდევ ერთხელ მე მინდა მადლობა უთხრა ჩვენს ევროპელ მეგობრებს, ჩვენს მხარდამჭერებს, ჩვენს ამერიკელ მეგობრებს და გულშემატკივრებს, ევროკავშირის ელჩს, რომელიც აგვესწრება, ევროკავშირის ელჩებს, ყველას, ვის მხარი დაუჭირა ამ სამართლიან და ისტორიულ გადაწყვეტილებას. გუშინ მე პირადად გადავესი მადლობა ჩვენს ევროპელ მეგობრებს, ჩემს კოლეგებს, ლიდერებს და მივიღე მათი მოლოცვები. კიდევ ერთხელ მადლობა ყველას და მადლობა თქვენ, ჩემო საყვარელო, ჩემო ძვირფასო ხალხო, ჩემო მეგობრებო, დებო და ძმებო. მადლობა მინდა უთხრა კიდევ ერთხელ ჩვენს ერთიან ძლიერ გუნდს. ყველა საჯარო მოხელეს მინდა მადლობა უთხრა. ყველას, ვინც თავისი წვლილი შეიტანა ამ წარმატების და ამ გამარჯვების მოპოვებაში. ახლა ჩვენ წინ დიდი გამარჯვება გველოდება. ჩვენ უნდა მოვემზადოთ კიდევ უფრო დიდი გამარჯვებისთვის. უფლისნებით ჩვენ უნდა შევძლოთ ჩვენი ქვეყნის გაერთიანება. და ავიხდინოთ თითოეული ქართველის და მიწაზე მცხოვრები თითოეული მოქალაქის მთავარი ოცნება, რომ ვიცხოვროთ ერთიან ძლიერ ევროპულ სახელმწიფოში. კიდევ ერთხელ მე მინდა ყველას გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ თქვენი მხარდაჭერისთვის. მერთი იყოს ჩვენი მფარველი, ჩვენი საქართველოს მფარველი, ჩვენი ხალხის მფარველი. გაუმარჯოს ერთიან საქართველოს. მადლობა. დიდი მადლობა. 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 დიდი მადლობა. მადლობა. დიდი მადლობა. დიდი მადლობა ბატონო პრემიერო. ახლა მინდა სიტყვა გადავცე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ შალვა პაპუაშვილს. მოგესალმებით. იშვიათი და უდიდესი პატივია ამ ისტორიულ დღეს მოგმართოთ ქართულ ხალხს. გილოცავ საქართველო.
მდიდარო მრავალსაუკუნოვანი ისტორიით და კულტურით, თავდადებული მამულიშვილებით, გმირებით და ბრძენკაცებით, მებრძოლო თავისუფლებისა და რწმენისთვის, შეუპოვარო, დაუდგრომელო და ღირსეულო. გილოცავ დღევანდელ დღეს. მრავალ გამარჯვებათა შორის, რომელიც ჩვენ სამშობლოს მოუპოვებია, დღევანდელი წარმატება ერთ-ერთი გარდამტეხია საქართველოს ისტორიის უგრძელეს გზაზე. ეს ვიცით თითოეულმა ქართველმა, ვიცით, რადგან ევროპა ჩვენთვის არც უბრალოდ გეოგრაფია და არც მხოლოდ პოლიტიკური ერთობა. ეს არის ჩვენი მსოფლმხედველობა, ჩვენი სულიერება და ბუნებრივი მდგომარეობა. ის, რაც განფენილია ქართველი კაცის ლექსში, სიმღერასა და ცეკვაში, სადღეგრძელოში, ადამიანის სიყვარულსა და მიმტევებლობაში. მრავალმა თაობამ, ნაბიჯ-ნაბიჯ, შრომით, რუდუნებით და დიდი მოთმინებით ვიარეთ ამ დღისკენ. ვიარეთ რწმენით და ღრმა შეგნებით, რომ ქართველები, როგორც ქრისტეს კვართის მცველები, რუსთაველის და ილიას მშობელი, აუცილებლად დაუბრუნდებოდით ისტორიულ წიაღში. მადლობა ყველას, ვინც იღვაწა და თუნდაც მცირედი წვლილი შეიტანა ამ საერთო სიხარულის დადგომაში. მადლობა ჩვენს დიდ წინაპრებს, რომელთა შორის ერთ-ერთმა უდიდესმა, ჯერ კიდევ ქართული ქრისტიანობის გარიჟრაზე ანდერძა დაგვიტოვა. ნუ დაუტევებთ გზასა ბერძენთასა. და მერე ეს სიტყვები ხელიდან ხელში, ბრძოლიდან ბრძოლაში, ჯამიდან ჯამში გადადიოდა საბოლოო გამარჯვების იმედით. მადლობა ყველას, ვინც ამ გზაზე ჩვენ სამშობლოს მეგობრობის ხელი გამოუწოდა. ჩვენი შრომა და თავდადება დააფასა. გვენდო და მხარი დაგვიჭირა, ვინც ერთგულება დაგვიდასტურა. და ბოლოს, მადლობა თქვენ, ბრძენ და მშრომელ ქართველ ხალხს, ვინც კარგად იცით გამარჯვების ფასი. სწორედ თქვენთვის და თქვენი სახელით მუხჩაუხელად და ამაყად გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის სანუკვარი მომავლის, ერთიანი, ძლიერი და გამარჯვებული საქართველოს შენებას. დიდება საქართველოს, ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი. დიდი მადლობა ბატონო შალვა, ქალბატონებო და ბატონებო, გთხოვთ მიესალმოთ მართველი პარტიის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ბატონი ირაკლი კობახიძე. გილოცავთ კანდიდატის სტატუსს, გილოცავთ ჩვენს საერთო გამარჯვებას. გასული 2 წლის განმავლობაში ჩვენმა ქვეყანამ მრავალი სირთულე გამოიარა. გამოვიარეთ ურთულესი ბრძოლა საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად. თუმცა ქართულმა საზოგადოებამ გამოავლინა განსაკუთრებული გამოცდილება და სიბრძნე, რამაც ყველა სირთულის დაძლევის შეასრულება მოქცა. ტრადიციული ევროპული ღირებულებებია თავისუფლება, თანასწორობა და ღირსება. გასული 2 წლის მანძილზე საქართველო მოქმედებდა სწორედ როგორც თავისუფალი, თანასწორი და ღირსეული სახელმწიფო. სადაც აჩვენებ ღირსებას, მიიღებ ღირსეულ პასუხს. ვიღაცებს უნდათ, რომ საქართველო ცალფეხზე დამდგარიყო. ჩვენ დავდეგით ყარად ორ ფეხზე და სწორედ ამის შედეგია, რომ დღეს საქართველოს აქვს მშვიდობა, ქვეყანა მიიწევს წინ და ახლა უკვე საქართველოს მიენიჭა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. 11 წლის წინ აქ თავისუფლების მოედანზე იზინავენიშვილმა საფუძველი ჩაუყარა ქართველი ხალხის ისტორიულ გამარჯვებას, რომელმაც საბჭოური ტიპის ავტორიტარიზმი ევროპული ტიპის დემოკრატიული და სამართლიანი მმართველობით ჩაანაცვლა. საქართველოს დღევანდელ ევროპულ წარმატებას სწორედ მაშინ ჩაეყარა მყარი საფუძველი. ჩვენი დღევანდელი გამარჯვება პირველ რიგში არის ქართველი ხალხის დამსახურება. ეს გამარჯვება არის თითეული თქვენგანის დამსახურება. დღევანდელ დღეს ულოცავ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ყველა თაობის წარმომადგენლებს, ჩვენ საამაყო ახალგაზრდებს, ქართველ ემიგრანტებს. მადლობა თქვენ ერთად გომისთვის, ერთად ბრძოლისთვის და ჩვენი საერთო გამარჯვებისთვის. მადლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტარებს, მინისტრებს, საჯარო მოხელეებს, რომლებმაც უდიდესი შრომა გასწიეს
ამ გამარჯვების მოსაპოვებლად. მადლობა მინდა გადაუხადო ევროკავშირის წევრს ბატონ პავალ ჰერჩინსკის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების წევრებს, ევროპული საბჭოს და ევროკომისიის ლიდერებს, ამერიკის შეერთებული შტატების წევრს ქალბატონ რობინ დანიგას, რომლებიც გულშემატკივრობდნენ და მხარში ედგნენ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღების გზაზე. საქართველო არის ქრისტიანული კულტურის ქვეყანა და ჩვენ ვართ ევროპის განუყოფელი ნაწილი. საქართველო აუცილებლად დაიმკვიდრებს ღირსეულ ადგილს ევროპულ პოლიტიკურ ოჯახში, როგორც ძლიერი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო. გილოცავთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს. დიდი მადლობა. მერტი იყო ჩვენი მფარველი. დიდი მადლობა ბატონო ირაკლი. ახლა კი ქალბატონებო და ბატონებო, სცენაზე მინდა მოვიწვიო ქალაქ თბილისის მერი კახა კალაძე. მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო, ჩემო დებო და ძმებო. საქართველოს ქართველ ხალხს, თითოეულ თქვენგანს გილოცავთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს. დღეს ჭეშმარიტად ევროპულ ქალაქში, თბილისში ვზეიმობთ უდიდეს გამარჯვებას, რომელსაც საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე მიაღწია. ამ ქალაქში ჩვენი საერთო სამშობლოს, საქართველოს თავისუფლებისა და კეთილდღეობისთვის ისტორიულად ერთმანეთის მხარდამხარ შრომობდნენ და იბრძოდნენ სხვადასხვა ეროვნებისა და რელიგიის წარმომადგენლები. თავისუფლება, კეთილდღეობა, თანასწორობა და ტოლერანტობა არის ის ღირებულებები, რომლებსაც ევროპა გამოხატავს და რომლებიც ოთითგანვე თბილისური და ქართული კულტურის განუყოფელი შტრიხები იყო. მჯერა რომ როგორც ევროპას შეუძლია გაამდიდროს და გააძლიეროს საქართველო, ისე საქართველოს შეუძლია გაამდიდროს და გააძლიეროს ევროპა. ტრადიციებით ევროპაში, ღირსებით ევროპაში არის ის სულისკვეთება, რომლითაც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა განვაგრძოთ სვლა საერთო ევროპული ოჯახისკენ. მადლობას ვუხდი ქართველ ხალხს, რომელიც ჩვენი დღევანდელი გამარჯვების მთავარი შემოქმედია. ეს გამარჯვება მოიტანა ქართული საზოგადოების ყველა თაობამ. კანდიდატის სტატუსს განსაკუთრებულად ულოცავ ჩვენს ახალგაზრდებს, ჩვენს შვილებს, მომავალ თაობებს. ახალგაზრდებს, რომლებმაც ევროინტეგრაციის ყველაზე დიდი სარგებელი უნდა მიიღოს. საქართველოს დღევანდელი გამარჯვება ხელოვნურ საზღვარს მიღმა ცხოვრები აფხაზებისა და ოსების კუთვნილებაცაა. ჯერა რომ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას ვიზეიმებთ ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ერთად, ერთიან, ძლიერ, ეკონომიკურად განვითარებულ საქართველოში. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში თავისი წვლილი შეიტანა. მადლობას ვუხდი ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც 2012 წელს მოიტანა დემოკრატიული გარდატეხა, რომლის გარეშეც, რა თქმა უნდა, ეს წარმატება ვერ შედგებოდა. მადლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, მთავრობის და პარლამენტის წევრებს, პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ შალვა პაპუაშვილს, მადლობა ჩვენი პარტიის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, საჯარო მომსახურეებს, რომლებიც მაქსიმუმს აკეთებდნენ იმისთვის, რომ
ქვეყანას აღნიშნული სტატუსი მიეღო. მადლობა ევროკავშირის ლიდერებს, ევროკავშირის ელჩს საქართველოში, ევროპელ დიპლომატებს საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდაჭერისთვის და მადლობა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს ამერიკის შეერთებულ შტატებს. ჩემო ძვირფასებო, ჩემო მეგობრებო, გისურვებთ, რომ მალე გვეზეიმოს ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება. კიდევ ერთხელ ულოცავ კანდიდატის სტატუსს სრულიად საქართველოს ყველა იმ ადამიანს, ვისაც უხარია ჩვენი ქვეყნის განვითარება, წინსვლა, აღმშენებლობა. გილოცავთ კიდევ ერთხელ. აქვე მინდა გითხრათ, რომ არ დაგვავიწყდეს დღევანდელი ამ ღონისძიების შემდეგ საღამოს 8 საათზე აქვე პარლამენტის წინ რუსთაველის გამზირზე გვექნება ქვეყნის მთავარი ნაძვისხის ანთების ღონისძიება და კონცერტი. მობრძანდით, ერთად ავანთოთ და ერთად ჩავიფიქროთ სურვილები. გილოცავთ კიდევ ერთხელ. დიდი მადლობა ბატონო კახა. ახლა კი სცენაზე მინდა მოვიწვიოთ ჩვენი განსაკუთრებული სტუმრები, ევროკავშირის წევრი ქვეყნების სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩები საქართველოში. ეს მთელი დღის განმავლობაში ვიღებთ მათგან მოწვევებს და მთელი დღის განმავლობაში ვიღებთ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების მოლოცვებს. ძალიან გვიხარია, რომ ისინი ჩვენთან არიან. დიდი მადლობა ქალბატონებო და ბატონებო. ყველა პრისთვის, რომელსაც აკეთებდით ამ დღეების განმავლობაში ჩვენი ქვეყნისთვის, იმისათვის რომ დღეს ჩვენთან ერთად ხართ და სიტყვა მინდა გადავცე ევროკავშირის ელჩს საქართველოში, ბატონ პაվել ჰერჩინსკის. მოგესალმებით. Calbatono Presidento, Batono Premiero, Batono Parlamentis Tavjdomarev, Politikuro Liderebo, Batono Mero, Batono Elchebo, Dzvirpaso Sazogadoebav, Gilocaft. დღეს ისტორიული დღეა. ევროკავშირის 27-მა სახელმწიფომ ერთხმად გადაწყვიტა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. გილოცავთ პოლიტიკურ ლიდერებს, გილოცავთ საჯარო მოხელეებს, გილოცავთ სამოქალაქო საზოგადოებას, გილოცავთ მედიას. მაგრამ უპირველეს ხოვლისა, გილოცავთ საქართველოს მოსახლეობას, რომელიც ერთგულად უჭერს მხარს ევროკავშირში ინტეგრაციას. ევროკავშირში მკაფიოდ იზმის საქართველოს მოსახლეობის ხმა. ისევე როგორც აქ და ახლა მე მესმის თქვენი დღევანდელი გადაწყვეტილება თითოეული თქვენგანის მიერ გაწეული ძალის ხმევის დაფასებაა. ეს ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა საბოლოო მიზანი ევროკავშირის წევრობაა. ამიტომ ახლა დროა პოლიტიკურმა ლიდერებმა აღასრულონ ხალხის ნება და სწრაფად გაატარონ რეფორმები. საქართველოს სახელმწიფო გერბზე წერია. ძალა ერთობაშია. დღეს
ჩემი მთავარი გზავნილიც სწორედ ეს არის. ახლა ევროპული მომავლისთვის გაერთიანების დროა. თითოეული თქვენგანი საქართველოს თანამედროვე ისტორიას ქმნის. ევროკავშირის წევრობა მოიტანს მშვიდობას, სტაბილურობას და ეკონომიკურ კეთილდღეობას თქვენთვის, თქვენი ოჯახებისა და მომავალი თაობებისთვის. თავის მხრივ საქართველოს უნიკალური კულტურა და ტრადიციები ევროკავშირს მრავალფეროვნებას შემატებს. ეს დღე ძალიან ემოციურია ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის. მიხარია რომ ამ დღეს ერთად ვზეიმობთ. კიდევ ერთხელ გილოცავ საქართველო, ლამაზო სხვა საქართველო სად არის? წინ საქართველო წინ. ევროკავშირის ელჩი საქართველოში ბატონი პაველ ჰერჩინსკი, დიდი მადლობა. გაბატონებო და ბატონებო, საქართველოს და ევროკავშირის ჰიმნები.
ამ არაჩვეულებრივ გუნდებს, მუსიკოსებს, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის თეატრის გუნდს, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის ორკესტრს, მართვეს ჩვენს არაჩვეულებრივ მომღერლებს, ასევე განსაკუთრებული მადლობა სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდს. დიდი მადლობა და აპლოდისმენტები კიდევ ერთხელ ამ არაჩვეულებრივ ადამიანებს. დიდი მადლობა. ევროპული ოჯახის წევრობა საქართველოს არჩევანი იყო ყოველ დროსა და პოლიტიკურ ვითარებაში. ჩვენი წარსულიც, აწმყოც და სამომავლო გეგმებიც ევროპულ ფასეულობებზეა დაფუძნებული და ორიენტირებული, მაგრამ ერთია ჩვენი ერთსულოვნება და არჩევანი და მეორეა ის, რომ მთელმა მსოფლიომ დაინახოს ეს. საქართველოს მოქალაქეთა ნება, რომ იყოს ევროპული ოჯახის წევრი, ურყევი და მტკიცეა, მაგრამ ამ ნებას აღსრულება სჭირდება. სჭირდება განსაკუთრებული სტატუსიც. ჩვენთანაც ისევე როგორც ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში ხალხი ირჩევს ხელისუფლებას როგორც საკუთარი ნების გამომხატველს და აღმსრულებელს. მიზნის მიღწევას ძალიან ბევრი შრომა, სიზუსტე, მიზანდასახულობა, სიმტკიცე და რა თქმა უნდა კომპეტენცია დასჭირდა. და ეს დღეც დადგა და დღეს ჩვენ ყველა ერთად აღნიშნავთ და ვზეიმობთ. ჩვენს ქვეყანას მიენიჭა ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი. როგორი არაჩვეულებრივი დღეა. დღეს ჩვენ აქ შევიკრიბეთ ყველანი, რათა ერთმანეთს დღევანდელი დღის სიხარული გავუზიაროთ. ეს დღე წარსულის გახსენების, აწყოს გაზიარებისა და მომავალზე ფიქრის დღეცაა. ამ საზეიმო კონცერტზე ჩვენ თავს არ შეგაწყენთ ბევრი საუბრით, მაგრამ მაინც შევეცდებით თქვენი ყურადღება იმ აქცენტებზე გავამახვილოთ, თუ რატომ ვიმსახურებთ ამ სტატუსს ცალსახად და უპირობოდ. და რადგან საქართველოს და ჩვენს ხალხს თავისი მომავალი მუდმივად წარმოდგენილი ჰქონდა ევროპული ოჯახის წევრად, დღეს აუცილებლად უნდა ვისაუბროთ აწმყოზეც და წარსულზეც, ჩვენს იდენტობაზე, ჩვენს მისწრაფებებზე, მოვლენებზე, ცხოვრების წესსა და ღირებულებებზე, რომელიც მუდმივად ხაზს უსვამდა საქართველოს ევროპულ არჩევანს. ნიკოლოზ, შენს დამეთანხმები და ეს არჩევანი განპირობებული იყო ბუნებრივი მოცემულობით, რომელიც აისახა მრავალსაუკუნოვან ქართულ ისტორიაში, კულტურაში, ცხოვრების წესში და ყოფაში. და სწორედ ამის დამსახურებაა დღევანდელი დღე, რომელსაც ერთად ვზეიმობთ და კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას. დღევანდელი კონცერტი სიურპრიზებითაა სავსე და ახლა სწორედ ერთ-ერთი მათგანის გამხელის დროა. სცენას ვუთმობთ ანსამბლებს შვიდკაცა, ქართული ხმები, ალილო, ჰერიო, არაჩვეულებრივი ეკა მამალაძე და ქართული სცენის ლეგენდა ნანი ბრეგვაძე. Shall
მაინც რა არის ევროპა და რატომ არის ჩვენთვის ასეთი მიმზიდველი ერთიანი ევროპული ოჯახის წევრობა? ის რომ ევროპა არის მშვიდობა, დემოკრატია, თავისუფლება და კეთილდღეობა და ბუნებრივია რომ ამ ყველაფრის გამო ძალიან სასურველია ევროპული ოჯახის წევრობა, ალბათ ნიკოლოზ შენც მეთანხმები. ჩვენ არა მარტო სურვილი გვაქვს ევროკავშირის წევრობისა, ეს არის რეალური მოცემულობა და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი დღევანდელი დღე, მაგრამ არსებობს მოცემულობა. პოლიტიკასა და ეკონომიკაზე რომ არ ვისაუბრობ, არსებობს ერთი განმარტება, რომელიც განსაზღვრავს თუ რომელ ქვეყანას ეწოდება ევროპული, ისტორიული და მენტალური თვალსაზრისით. ევროპულია ქვეყანა, რომელსაც აქვს შემხებლობა ანტიკურ ცივილიზაციასთან და რომლის კულტურაც ქრისტიანულ იდეოლოგიაზეა დაფუძნებული. წმინდა კულტუროლოგიური თვალსაზრისით საქართველო იდეალური მოდელია ამ განსაზღვრებისთვის და ამიტომ ბუნებრივიცაა, რომ დღეს ჩვენ საკუთარ თავს იმთავითვე ევროპის განუყოფელ ნაწილად აღვიქვამდეთ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით დღეს მართლაც გვაქვს სიხარულის საბაბი და ამ ადამიანების რაოდენობა კი, რომლებიც დღეს ჩვენთან ერთად იმყოფებით აქ, ყველა სიტყვაზე უკეთესად გამოხატავს თითოეული ჩვენგანის განწყობას. განწყობა კი ნამდვილად არის არაჩვეულებრივი, სადღესასწაულო და საზეიმო. ყველა ღირსეული ქვეყნის მოაზროვნე საზოგადოების სურვილი არის წინსვლა, განვითარება, კეთილდღეობა, რა თქმა უნდა, ეროვნული იდენტობის დაცვის და მშვიდობით. ამ ყოველივეს გარანტი კი დამეთანხმებით, რომ არის ევროკავშირი, რომლის მენტალური ნაწილიც ჩვენი ქვეყანა, ჩვენი საქართველო ყოველთვის იყო. ნამდვილად ასეა და სხვათა შორის აქვე გამახსენდა, რომ პირველად, როდესაც ოპერისა და ბალეტის თეატრი გაიხსნა საქართველოში, ძალიან ბევრი ჩანაწერი გვხვდება ისტორიულად, რომ ეს კიდევ უფრო ხაზს უსვამდა ჩვენი ქვეყნის ევროპულობას, ჩვენი ქალაქის ევროპულობას და სწორედ რომ ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სიმფონიური ორკესტრია დღეს მთელი საღამოს განმავლობაში ჩვენთან ერთად მაესტრო ნიკა ნიკვაშვილის ხელმძღვანელობით. ახლა კი სცენაზე მინდა მოვიწვიო ჯორჯან სიქს და ეკა დოლიძე.
ტოლერანტობას, თანასწორობას, ურთიერთ პატივისცემას ითვალისწინებს, რაზეც დგას კაცობრიობის სულიერი განვითარება. ეს ყველა ნიშანი კი ქართველებს ოდითგანვე ახასიათებდა, რადგან ევროპელობა უპირველეს ყოვლისა არის აზროვნება. ჩვენი ქართველების ისტორიაც სწორედ ამ აზროვნების ნაწილია. ისტორიის ყველაზე უტყუარი და მთავარი დოკუმენტი არქეოლოგიური მასალა და არტეფაქტებია. ჩვენ უკვე ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ პირველი ევროპელის სამშობლო სწორედ რომ საქართველოა. ნამდვილი ევროპული ცივილიზაციის პირმშო, ნაქალაქარი, კოლხური კულტურა, ქართველების არსებობა ბერძნულ მითოლოგიაში. ეს ყველაფერი სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენ მართლაც ისტორიულად ევროპა ვართ. რადგან მარტო ის ფაქტი, რომ უდიდესი და უმძლავრესი რომის იმპერიის შემდგომ საქართველო პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა. რაოდენ მნიშვნელოვანი და გასაოცარია, რომ მოუფრთხილდე იმ ისტორიას, ამდენ საუკუნოვან ტრადიციას, რომელიც მოდის და ვითარდება. საქართველო ალბათ ნათელი მაგალითია იმ ისტორიისა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ცდილობდა, რომ თავი გადაერჩინა, ისტორია შეენარჩუნებინა და გზადაგზა რაღაც მნიშვნელოვანი გამარჯვებისთვის მიეღწია და მე მიხარია, რომ სწორედ ასეთი დღე გახლავთ დღეს, რადგან ჩვენ ყველანი ასეთ გამარჯვებას ზეიმობთ. ნამდვილად ვზეიმობთ და სცენას უთმობთ არაჩვეულებრივ ქალბატონებს. ლიზა ბაგრატიონს, ეკა მამალაძეს, რომელთაც გვერდს დაუმშვენებენ მიშო ჯავახიშვილი, ბადრი ჩიხიაშვილი და თეატრალური კვარტეტი. მნიშვნელოვანი და აქტუალური თემაა ევროპისთვის. ეს კიდევ ერთი გარემოება ალბათ თანხმდებით ამაზე, რომელიც
ქართველების ბუნებრივ ევროპელობას ხაზს უსვამს. მხოლოდ ის ფაქტი რა დღის, რომ ჩვენ ქართველებს გვყავდა არა დედოფალი, არამედ მეფე თამარი ამ ფაქტს უდაოს ხდის. სწორედ აი ამ ფაქტზე კიდევ ბევრი მრავალი მაგალითით ისტორიულად მართლაც თანასწორობა ჩვენთვის ბუნებრივი მოვლენაა. ამას ხშირად ხაზს არც კი ვუსვამდით. თუმცა ერთხელ მოკლედ გასაგებად და გენიალურად ითქვა ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს უნდა ხვადიაო და ეს ითქვა მაშინ, როდესაც საქართველოში უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობა ქალს ეკავა და ეს როდია მხოლოდ კიდევ უფრო ადრე ჩვენს ქვეყანაში ჰქონდა გამოცდილება დიპლომატიური ურთიერთობისა, რომლის ოფიციალური დელეგაციის სათავეში მანდილოსნები გახდნენ. საქართველოს ისტორიაში ასეთი მაგალითი არაერთია, თუნდაც გავიხსენოთ ქალთა საარჩევნო ხმის უფლება, რომელიც ქართველმა ქალებმა ევროპაში ერთ-ერთმა პირველებმა მოიპოვეს და სწორედ ამის შედეგია ჩვენი დღევანდელი დღე და ამ საზეიმო განწყობისადმი მიძღვნილი კონცერტი, რომელსაც განაგრძობენ ანსამბლები ბასიანი, რუსთავი და ერისიონი. დიდი მადლობა ბატონებო. დღევანდელ საღამოზე მთელი საქართველო გაერთიანებულია. ჩვენი არტისტებიც კი სხვადასხვა ანსამბლები ერთად დგანან სცენაზე. დღევანდელ ღონისძიებაზე ბევრს ვისაუბრებთ ისტორიაზე. ეს ბუნებრივიცაა, რადგან აწმყო შობილი წარსულისაგან არის მშობელი მომავლის. ეს სიტყვები დიდმა ილია ჭავჭავაძემ ეპიგრაფად წარმზღვარა ერთ-ერთ ლექსს. და დღეს თუ კი ვინმეს სახელი უნდა ვახსენოთ აქ, სწორედ ილია ჭავჭავაძეა, რომელსაც ზუსტად ჰქონდა გააზრებული ევროპის მნიშვნელობაც და ჩვენი ევროპულ ოჯახში ყოფნის აუცილებლობაც. რადგან ილია ჭავჭავაძეზე ვსაუბრობთ, მისი შემოქმედებიდან კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზა გავიხსენოთ. ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნესო. ეს სიტყვები არ ნიშნავს მხოლოდ დამოუკიდებლობას, ეს სიტყვები გაცილებით უფრო ღრმა შინაარსის მატარებელია.
ალბათ ეს ნიშნავს არჩევანის თავისუფლებას, იდენტობის შენარჩუნებას, ღირსების დაცვას. თავად ევროკავშირის ფუნდამენტური ღირებულებებიც ხო სწორედ ეს სიტყვები. ნამდვილად ასია ნიკოლოზ და ჩვენი საზეიმო კონცერტი გრძელდება და ახლა სცენაზე ვთხოვთ ნინო რამიშვილისა და ილიკო სუხიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ დასს ქართული ფოლკლორის ნამდვილი მარგალიტი ჩვენი სიამაყე ცეკვა ქართული დიდი მადლობა სუხიშვილებს. ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე რთულ წლებში, საუკუნეებში, როცა განსაკუთრებულად რთული იყო, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოდნენ ჩვენი წინასწრებრები, რათა დაეცვათ და გადაერჩინათ ენაც, მამულისა და სარწმუნოებაც. საინტერესოა, მაშინაც თუ მიიჩნევდნენ თავს ევროპული ოჯახის ნაწილად. იცი რა, ყოველ ეპოქაში საქართველოს რაოდენ დაშორებულიც არ უნდა ყოფილიყო პოლიტიკურად ევროპას, დიდი ევროპული ქვეყნებისთვის ის ყოველთვის ითვლებოდა ამ ცივილიზაციის ორგანულ ნაწილად. შუა საუკუნეების ისტორიაში საქართველოს ევროპა მოიხსენიებს როგორც ქრისტიანული ევროპის კარიბჭის მცველად. ამის დამადასტურებელი არაერთი დოკუმენტი ინახება მსოფლიოს წამყვან ბიბლიოთეკასა თუ უნივერსიტეტის არქივებში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ისტორიულმა კონტაქტებმა განაპირობა გარკვეულწილად თანამედროვე პოლიტიკური ვითარებაც, რომელიც უკვე ჩვენს დროში ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგად და ძალიან დიდი შრომის შედეგად ამ შედეგამდე მიიყვანა ჩვენი ქვეყანა და დღეს ჩვენ ვზეიმობთ ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან თარიღს და დღეს უკვე საქართველოს არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი. ნამდვილად ასე კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს და ახლა მინდა სცენაზე ვარსკვლავური შემადგენლობა მოვიწვიო. ლევან დეისაძე, პაატა ანდრიაძე, ზაზა ცერცვაძე, დიტო სამხარაძე, უჩა მეტრეველი, თქვენ წინაშეა სოფო ხალვაში, მიშო ჯავახიშვილი, ბუბა მურღულია და თეატრალურის კვარტეტი. ჩონგურსი Shemu
დიდი მადლობა ამ არაჩვეულებრივ მომღერლებს. გრძელდება ჩვენი დღევანდელი საღამო და უნდა გითხრათ, რომ ჩვენ არაერთხელ გავიმეორეთ, რომ ფასეულობათა სისტემის გათვალისწინებით ევროპული მენტალიტეტი ყველა მიმართულებით წარსულითაც და აწყვეტიც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და გამორჩეულია. ნამდვილად ასია და შეუძლებელია ისაუბრო საქართველოზე, როგორც ბუნებრივად ევროპულ არეალზე და გვერდი აუარო ქართულ კულტურას, წმინდად ევროპულ მოვლენას. ნამდვილად ასეა, ჩვენი კულტურა ნამდვილი ევროპული კულტურაა. მკვეთრად ინდივიდუალური, მკვეთრად ქართული, რადგან ევროპა სწორედ უმდიდრეს და უმრავალფეროვნეს კულტურულ სპექტრს გულისხმობს, ეროვნული იდენტობით მდიდარსა და უნიკალურს. ჩვენი დღევანდელი საღამოს, ჩვენი დღევანდელი კონცერტიც სწორედ ქართული და ევროპული კულტურის ზეიმია. ჩვენი ერთობლივი დღესასწაულია და ახლა სცენაზე ვთხოვ და დღევანდელ საღამოს განაგრძობენ მარიკო ებრალიძე, ანი კეკუა, ანდრია გველესიანი, გიორგი სუხიტაშვილი, თემო საჯაია და ანსამბლი ფორტე. ჩვენი ოცნება ცხადდება მიხმობდა მეძახი რა ხდება ჩემი ოცნება ცხადდება გეძახი რა ხდება წავიდა დამტოვა წემა ზამთარი დატოვა არ მინდა არ გინდა აგელი არ მოვა სიყვარული გახრიდა Greba fikris radari Tu simpera nasruta Gushitsets radari Gushitsets radari ზებრუბლებში დაცურავს კრება ფიქრის გადარი თუ სიმღერა დასრულდა გუში ცეცხლი რა არის
დიდი მადლობა. ისევე როგორც თანასწორობა, ასევე ტოლერანტობაც ევროპული მენტალობის განსაზღვრელი უმთავრესი ფაქტორია. ტოლერანტობაც და თანასწორობაც ქართული ხასიათისა და საქართველოსთვის დამახასიათებელი როა უძველესი დროიდან, ამაზე ბევრი საუბარი არც არის საჭირო. ნამდვილად არ არის საჭირო, რადგან ჩვენი ქვეყნის ისტორია მე მგონი საუკეთესო მაგალითია მთელ მსოფლიოში და ერთ-ერთი განსაკუთრებული და გამორჩეული თანაარსებობისა, რადგან არც ერთ დროში ჩვენთვის აღმსარებლობასა და ეროვნებას მნიშვნელობა არ ქონია. ისინი ბედნიერად თანაარსებობდნენ ერთ ქვეყანაში. ნამდვილად ასეა და ძალიან დიდი ბედნიერებაა, რომ ამ საზეიმო დღეს ამდენი ადამიანია ჩვენთან ერთად შეკრებილი და გრძელდება ჩვენი კონცერტი. სცენაზე ვთხოვთ დათო ევგენიძეს, გიორგი მახარაშვილს, თიკა ბალანჩინს, სალიოს და ნოდარიკო ხუციშვილს. პირველ რიგში გილოცავთ სრულად საქართველოს და გულოცავ ევროპას. გილოცავთ.
შემვარ გაგშორდები რადგანაც დღესიდან წვივა ნოტები მივარდა ეს იმღერა ჩვენ სიყვარულსგან შემვარ გაგშორდები რადგანაც დღესიდან წვივა ნოტები მივარდა ეს იმღერა ჩვენ სიყვარულსგან ხიში თავს და ტიფხი გავსწამს ჩდება და ქრება თქვენ კუცნასგან გილოცა გილოცავთ კიდევ ერთხელ ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვან თარიღს დღეს რომელსაც ასე ძალიან ველოდით ძალიან გვახარებს მოედანზე ამდენი ადამიანის დანახვა მარტო ეს სურათიც კი არის საკმარისი რომ თელმა მსოფლიომ დაინახოს და დარწმუნდეს რამდენად ერთსულოვანია ჩვენი ქვეყანა ჩვენი საქართველო განსაკუთრებით სასიხარულო და სასიამოვნოა იმის ნახვა როდესაც ჩვენ ყველანი ერთად ვერთიანდებით ზეიმის სიხარულის და ჩვენი საქართველოს გამარჯვების გარშემო დღევანდელი დღე ბევრი რამით არის განსაკუთრებული, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი და აღსანიშნავი ის არის, რომ დღეს არის მრავალსაუკუნოვანი ოცნების, ჩვენი ქვეყნის ასრულების საწანდარი და წარმოიდგინეთ, რამდენი თაობა, რამდენი ათასობით ადამიანი ოცნებობდა, რომ აი ამ დღეს, ამ მნიშვნელოვანი პროცესის დასაწყისის გზას დადგომოდა და სწორედ ამიტომ კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს. და რა თქმა უნდა ჩვენ ბედნიერები ვართ რომ თქვენთან ერთად დღეს აქ ამ სცენაზე ვდგავართ და ერთად ვზეიმობთ ქვეყნისთვის ასეთ მნიშვნელოვან თარიღს და ახლა სცენაზე თბილისისა და საქართველოს და ზოგადად მსოფლიოს საოპერო ვარსკვლავები უნდა დავპატიჟოთ მას ასე შეეგებეთ კონსტანტინე ყიფიანი, გიორგი ლომისელი, არმაზ დარაშვილი და გიორგი ჭელიძე
გილოცავთ. დღეს განსაკუთრებული და გამორჩეული დღეა. ჩვენ საუბრობთ გამარჯვებაზე და არ შეიძლება დღეს აქ ვიზეიმოთ და არ ვახსენოთ ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები, ადამიანები, რომელთა საკუთრებაც არის დღევანდელი გამარჯვება. ნამდვილად სურვილი გვაქვს, რომ ეს მნიშვნელოვანი დღე მათთან ერთად ვიზეიმოთ და ერთად ვიყოთ დიდი ევროპული ოჯახის წევრები. ჩვენ ერთმანეთს მხოლოდ სიყვარული დაგვებრუნებს. დღეს საქართველო მართლაც ერთსულოვანი და ერთიანია. ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ჩვენს ქვეყანას რო აქვს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი წარმატება წინ, სამომავლო განვითარება და მოქალაქეთა კეთილდღეობა, რა თქმა უნდა. ისევ ჩემში არ არის გამქრალი ყოველი წუთი და ყოველი საათი ის ისევ აქ არის და ისევ აქ არის ახალი დილ და ახალი ზღაპა ეს სიყვარულია წვიმიან ამინდში დღეს ბევრი ვიარ და ისევ თვალებით უაზროდ გეძებდი ღამიდან დილამ სულ ასე ვიყიდ დამთვრალი ფიქრებით ეს სიყვარულია ეს სიყვარულია ეს სიყვარულია მაგიწყებს თავს სასწაულს გავს და კიდევ მას უზომოს ჯადოს მუნქას ხანდახანქას ხანცაც ხლისავს და მეტავრას მოდის დამწვავს მიდის არაჩვეულებრივი ნუკრი კაპანაძე და არაჩვეულებრივი გოგონათა გუნდი გორის სულხან-ცინცაძის სახელობის კოლეჯის არაჩვეულებრივი გოგონები ხელმძღვანელი ნინო ციკლაური. დღეს ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ ისტორიაზე, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია თუ რა ძალისხმევა იყო საჭირო იმისათვის, რომ დღევანდელი დღე დამდგარიყო. იყო არაერთი გამოწვევა, იყო არაერთი სირთულე, მაგრამ რა მნიშვნელოვანია, რომ ამ ყველაფერმა წესიერად ჩაიარა, წარმატებით ჩაიარა და დღევანდელი დღე შედგა. შედეგი ნამდვილად შესანიშნავია, მიზანიც მიღწეულია და ჩვენი ქვეყანა უკვე არის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა.
ეს კიდევ უფრო მეტ იმედს გვაძლევს. ნამდვილად ჩვენი ქვეყნისთვის შესაძლებლობები ახლა ულიმიტოა. დღეს კი მართლაც რომ არის დღესასწაულის და ბედნიერების დღე. ულიმიტოა და კიდევ უფრო მეტი წინსვლა და წარმატება ელოდება. დარწმუნებულები ვარ ჩვენს ქვეყანას ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენ გავხდებით ევროპის სრულფასოვანი წევრებით ძალიან მალე დავიტოვოთ ამისი იმედი. ახლა კი თქვენს წინაშე წარსდგებიან მაია ჯაბუა, ნეკა სეფისკვერაძე, ნათია პერანიძე, აჩიკო ნიჟარაძე, დავით ნოზაძე და თემურ თათარაშვილი და ანსამბლი შვიდკაცა. როდესაც ფიქრობთ და საუბრობთ უპირველეს და უმთავრეს ევროპულ ღირებულებებზე, ალბათ პირველი მაინც უნდა გაგვახსენდეს დემოკრატია, როგორც ყველაფრის საფუძველთა საფუძველი. და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ გახლავთ მშვიდობაც. მშვიდობა ევროკავშირის წევრ ქვეყანათა აღიარებული უმთავრესი ფასეულობაა და სწორედ ეს არის რაც ყველა ჩვენთაგანს გვაერთიანებს. და ქართველი კაცი ოდითგანვე უფლის სადიდებელთან ერთად მშვიდობის სადღეგრძელოს სვავდა. გრძელდება ჩვენი კონცერტი და შვიდკაცას და ქალბატონ ნატო მეტონიძეს თხოვთ სცენაზე.
ზუსტად 4 წლის წინ საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა და საზეიმო ღონისძიებაც და კონცერტიც სწორედ აქ ამ მოედანზე გაიმართა. მანამდე იყო ვიზა ლიბერალიზაცია ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა, რამაც ჩვენი ქვეყანა, ჩვენი მოქალაქეები კიდევ უფრო დაახლოვა ევროპასთან. იყო არაერთი პოლიტიკური ვიზიტი, შეხვედრა, რომელიც ძალიან შედეგიანი და ნაყოფიერი აღმოჩნდა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი ქვეყანა ნაბიჯ და ძალიან მტკიცესვლით მოვიდა აქამდე. სწორედ იმ დღემდე, როდესაც ჩვენმა ქვეყანამ მიიღო ძალიან საჭირო და დამსახურებული ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ძვირფასო მაყურებლებო, ზუსტად აი ამ ადგილას იყო თბილისის საოპერო თეატრი, ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და მშვენიერი. პირველი საოპერო თეატრი ამიერკავკასიაში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიოდნენ მის სანახავად. ჩაიკოვსკით დაწყებული, ჰაჯი მურატით დამთავრებული. წარმოიდგინეთ, ალექსანდრე ძიუმა თავის ჩანაწერებში წერს, სად არ ყოფილვა, რა არ მინახავს, მაგრამ მსგავსი სილამაზის საოპერო თეატრი არსად შემხვედრიაო და სწორედ ახლა საოპერო მომღერლები უნდა მოვიწვიოთ სცენაზე ნინო სურგულაძე, სოფო გორდელაძე და მარიამ როინიშვილი. თბილისის წმინდა სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდი და ეს არაჩვეულებრივი ქალბატონები.
მრავალწლიანი შრომა დღეს ჩვენთვის სასურველი შედეგით დასრულდა. ჩვენმა ქვეყანამ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. გილოცავთ კიდევ ერთხელ ყველას. ვულოცავთ თითოეულ ჩვენს მოქალაქეს ამ ძალიან დიდ გამარჯვებას და ჩვენი ქვეყნის წარმატებას. ჩემო ლიზა, ვულოცავ ყველას და კიდევ ერთხელ განსაკუთრებული სიყვარულით ვულოცავ ჩვენ აფხაზ და ოს ძმებს. მოვიკითხავთ აქედან დიდი სიყვარული და ვულოცავ ყველას, ვისთვისაც ეს დღე მნიშვნელოვანია ჩვენს წინაპრებს და მომავალ თაობას, რომელთა ყოფა შეიცვლება ჩვენი დღევანდელი დღით. ახლა არაჩვეულებრივი ახალგაზრდები უნდა ამოვიდნენ სცენაზე, ჰერიო და რანინას გუნდი. გთხოვთ. ტექნიკური პაუზის შემდეგ უკვე ღამის შოუს ბენდი გააგრძელებს. და მე აინთება ულამაზესი ნაცისტური